მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით ქუთაისის საკრებულო სტუმრებს, ჩვენ პარლამენტის წარმომადგენლებს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვამაყობ თქვენით, ვამაყობ იმით, რომ ქუთაისის საკრებულო დგას მაგრად, როგორც შეესაბამება ამ ქალაქს, როგორც შეესაბამება ხალხის ნამდვილ რჩეულებს, იმიტომ რომ უნდა ყველას გესმოდეს. ის რაც ხდება დღეს საქართველოში, ეს არის დროებითი მოვლენა და მოვლენა, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდება დემოკრატიის სავალდებულებას. ჩვენ შევხვდით ბოლო 9 წელიწადში ქართული სახელმწიფოებრიობა, ცარიელ ადგილზე, დანგრევის ადგილზე. ქართული სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები. ინსტიტუტები, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას და არა ბრბოს თვითნებობას და ბრბოს კამნას. იმიტომ რომ კანონის უზენაესობა ეს არის ხალხის სამსახური. ერის სამსახური ბრბო ემსახურება ცალკე აღებული დროებითი პიროვნებების, დროებითი თანამდებობის პირების ინტერესებს. ამიტომ ვერანაირი 200 კაცი, 100 კაცი, 20 კაცი, 500 კაცი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. სახელმწიფო ინსტიტუტები ეფუძნება იმას, რომ ეს არის გრძელვადიანი, 2012 წელს არის არჩეული და იქნება 2014 წლამდე. 2012 გავა 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნები, 2014-ში ჩვენ გვაქვს ადგილობრივი არჩევნები. მანამდე არავის არ აქვს უფლება შეეხოს ადგილობრივ ინსტიტუტებს. მე ვიცი, რომ ხალხი დააპატიმრეს ათასგვარი მოგონილი და შეთქმული ბრალდებებით და უნდა ცხოველოდეს და ათალყორებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობას უნდა ვთქვათ უარი. იმ ხალხმა, ვინც ჩქარობს, ძალიან კარგად იცის, ჩემო მეგობრებო, იცის ერთი რამ. 2014 წელს მათ შანსი არ ეკნებათ. უფრო მეტად 2013 წლის ბოლოსაც არ აქვს შანსი და ამიტომ არ მოწონთ თუნდაც ის, რომ პრეზიდენტი ჯერ კიდევ თანამდებობაზე ვარ. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მე ბოლომდე თქვენთან ერთად ვიბრძოლებ იმისათვის, რომ საქართველოს განვითარება არ გააჩეროს. ქუთაისში არის ბევრი პრობლემა დაგროვილი, ჩვენ გადმოვიტანეთ პარლამენტი, მაგრამ იმის გამო, რომ დღევანდელი რიტორიკით პარლამენტი მათი აზრით დაუდგარჩეს აქ, პრაქტიკულად ბევრი პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა პარლამენტის ფუნქციონირების შენარჩუნებას, დარჩა შეუსრულებელი. დარჩა შეუსრულებელი, თქვენ კარგად იცით, საპროექტი, რომელიც ეხებოდა წყალტუბოს, 2 ოქტომბერს გაჩნდა სამუშაოები წყალტუბოში ძირითადად. დარჩა შეუსრულებელი ის პროექტი, რომელიც ეხებოდა სასტუმროების აშენებას, 21 სართულის სასტუმროების აშენებას პარლამენტის წინ გაჩნდა რამდენიმე ახალი ტურისტული სხვა ობიექტი, გაჩნდა კომერციული განვითარება, გაჩნდა ახალი ტექნოლოგიათა დარეგისტრირება, რომ არის ეს რიტორიკა, რომ პარლამენტი არ უნდა იყოს ქუთაისში, პარლამენტი უნდა იყოს ქუთაისში. საქართველოს უნდა იყოს დეცენტრალიზებული. ეს არის კარგი თბილისისთვის, ეს არის კარგი ქუთაისისთვის, ეს არის კარგი საქართველოსთვის და მისი ერთიანობისთვის. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ის რასაც ისინი ცდილობენ, ამ შემთხვევაში ჩვენ ამას უნდა შევხვდეთ აბსოლუტური სიმშვიდით, სიწყნარით, აუგებრობით, ούτε ძლიერი არ აღებდა, როცა თავად რაღაცას ეხებიან, მაგრამ იმაზე კი არ საუბარი, პიროვნებას ეხებიან, რაც ძალიან გვაგონებს თითოეულ ჩვენგანს. არამედ ეხებიან ჩვენი სახელმწიფოების საფუძველს, რაც ყველა მეტად დავაშენებთ. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მე ამ შემთხვევაში მეგელაპარაკებით არა როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, არამედ გელაპარაკებით როგორც ინსტიტუტების გარანტული საქართველოს პრეზიდენტი. ის ხალხი, ვინც გრევაზე ლაპარაკობს, პირველ რიგში მათ ის კი არ აღეზიანებს, რომ ჩვენ ბაგრატი ავაშერეთ და პარლამენტი ავაშერეთ და ახალი ქუთაისის ცენტრი ავაშერეთ, პრაქტიკულად ახალი ავაშერეთ ქუთაისს. მათ აღეზიანებს, რომ ჩვენ ავაშერეთ სახელმწიფო ინსტიტუტები. ინსტიტუტები არის ის, რაც აფერხებს პიროვნებების თვითნებობას, თავგასულობას, პირად ოგმის დამოუკიდებლობას, პირად ინტერესების გამოვლენებას. იმიტომ ეს ინსტიტუტები უნდა მუშაობდეს ყველაზე, ქალაქის ინსტიტუტები მუშაობს ქალაქზე, სახელმწიფოს საერთო ეროვნული ინტერესზე მუშაობს თლიანად ხალხზე. აი ეს რაც მათ აღიზიანებთ. ამიტომ არის, რომ დადიან ერთი ჯგუფი იქ, მეორე ჯგუფი იქ, მესამე ჯგუფი, მაგრამ ეს ხალხი არის. ეს არის სამთავრობო ჯგუფები, ბრბოები, რომელიც დაიბეჭდნენ და სწავლენ სახლში და ინსტიტუტები სახელმწიფო დაწესებული არ უნდა დაიკავონ და არ დაწავიდნენ სახლში. ეს ჯგუფები დაიშლებიან, დაურიგებენ მათ თანამდებობას თუ დაურიგებენ ფულს თუ დაურიგებენ კიდე რაღაცას და სწავლენ სახლში. საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ყოველთვის უნდა იყოს ხალხის სამსახურში. ეს არის ის,
რაზეც გას ქუთაისი, რაზეც გას თბილისი, რაზეც გას საქართველოს ყველა რეგიონი, რაზეც გას საქართველოს კომუნა და რაზეც გავართ თითოეულ ჩვენგანი. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ მაგრად გეხართ, იმისათვის, რომ უძლებთ იმას, რასაც ყველანი უძლებთ, მაგრამ უძლებთ და ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია. ჩვენი სტრატეგია ეკუთვნება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებს, ქვეყნის დაბრუნებას, განვითარების აღშენებლობის და ხალხის საკეთილო რეცეპტზე ეკუთვნება იმას, რომ ჩვენ ჯერ მოვითხოვოთ, რომ ახალ მეთაურობა შეასრულოს ის დაპირებები, რომელიც ხალხს მიცდა და მე კარგად მესმის, რომ ეხლა თანამდებობის დარიგებებით უფრო არის ბევრი დაკავებული ვიდრე ხალხის დაპირებების შესრულებით, გრევით უფრო არის დაკავებული ხალხის დაპირებების შესრულებით, დაკავებით უფრო არის დაკავებული ვიდრე ხალხის დაპირებების შესრულებით. ჩვენ ერთ წელში რაც შეცდომები დაშვებული იქნა ამ პერიოდში, ჩვენ დავხსნით ამისთვის 9 წელიწადში არ დაგვეშვა ამდენი. ჩვენ რა თქმა უნდა შეცდომა არ არის, 9 წელიწადში არ დაგვეშვა რაც ერთ თვეში იქნა რეალურად დაშვებული. და მინდა გითხრათ, რომ განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდით, სად მივდიოდით და მიყვარდა ქვეყანა და ახლაც ვიცით. ჩვენ გვქონდა ჩვენი მიმართულება. და მე მინდა რომ მოვითხოვოთ იმისგან, რომ ახალი მთავრობისგან გამოიკვეთოს ახალი მიმართულება და პირველ რიგში ახალი მიმართულება ეკუთვნებოდეს იმას, რომ არ შეეყოს სახელმწიფო ინსტიტუტებს თითოეულ თქვენგანს უზრუნველყოფილი იქნას თქვენი უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იქნას თქვენი შეუფერხებელი ფუნქციონირება, უზრუნველყოფილი იქნას თქვენი კონსტიტუციური კანონიერი მოვალეობების შესრულება. ეს არის ის, რაც ეკუთვნება დღეს ჩვენი მთავრობა და რაც ეკუთვნება ჩვენი კონსტიტუცია, რაც ეკუთვნება ჩვენი პარლამენტი, რაც ეკუთვნება ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობა. ეს არის ძირითადად ისიც, რაც თქვენთვის სურდა. მინდა გისურვოთ წარმატება მუშაობაში. მინდა მივმართო ასევე თბილისის საერთოდ საქართველოს ყველა თვითმმართველობას, რომელიც ასევე დაწესებულებას იმყოფება. შეხედეთ კარგად მათ შორის აკაურობა, შეხედეთ სხვა ადგილებს ბევრგან, სადაც ხალხმა დაიწყო თავის ღირსება, ხალხმა დაიწყო თავის გააგრძელა თავის მოვალეობის შესრულება საზოგადოების წინაშე. ამ მოვალეობისგან ჩვენ ვერავინ ვერ გამოთავისუფლებს. ჩვენ ამას ვერ გავექცევით და არ გავექცევით. ეს მინდა ყველას კარგად გვესწროდეს და ქონდეს გაცნობიერებული. მინდა მეგობრებო გითხრათ, რომ რაც შეეხება ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს, მე ვიცი, რომ ახალგაზრდებს აქვს ინიციატივა მიმართულებით და საზოგადოების მოძრაობა. მე თვითონ ჩათვალე ამ ახალგაზრდებს, რომ ერთ-ერთი რიგითი წევრი ამ მოძრაობის. იყო სწორი, რომ არ განვითარდა შემდგომ ინფრასტრუქტურა, იმიტომ ეს ყველაფერი არის იმედი არამხოლოდ აკაურების, არამედ აეროპორტი ახლა რომელიც ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ბოლომდე, იმიტომ რომ პატარა შტიხები არ დავუცა გავხსენ. ახალი რეისები უნდა გახსნილიყო. ყველა იმავე კომპანიასთან შეწყდა მოლაპარაკებები. წყალტუბოს კომპლექსი მნიშვნელოვანია. ვანის კომპლექსი, რომელიც გრძელდება ძალიან მნიშვნელოვანია. გარშემო ტურისტული ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია. ინდუსტრიული საკრებულო, რომელიც ჩვენ ვლაპარაკობთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი ეს ემბება იმას, რომ აქ უნდა იყოს ცხოვრება და აღარასდროს აღავლეთ 90-იანებს, როცა ქუთაისი როგორც ქალაქი ყვებოდა და პრაქტიკულად განიცდიდა სულ პრაქტიკულად განადგურებას და ჩამოშლას. ეს აღარასდროს აღარ პარლამენტს უკან წამოყვან აქედან. იქნებოდა სიმბოლო იმისა, რომ ქუთაისს ვაგონებთ 90-იანებში და უხსოვთ იმედს და უხსოვთ პერსპექტივას განვითარების. ეს რა თქმა უნდა არის სწორი, მე რა თქმა უნდა იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა გადახედავს ამ ფუნდამენტურად არასწორდებულებას და დაანებებს თავზე დატოვებს პარლამენტს იქ, სადაც იყო და სადაც ამდენი შრომა შეიქმნა ამ ცენტრის შექმნაში. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მომენტ მრავალი თაობებისთვის, ქართველებისთვის ეს იქნება გადაწყვეტი შემდეგი თაობების და შემდეგი ათწლეულების და ათწლეულების განმავლობაში. და მე მგონი რომ ყველანი ამაში უნდა ვიყოთ ერთად. მათ შორის გასაგებად არ ვიყოთ ქუთაისელები, მთელი იმერეთი და მთელი საქართველო. მთელი საქართველო, იმიტომ რომ მთელი საქართველოს ინტერესები, კახელების ინტერესებიც არის. ქართველების ინტერესებიც არის. უყურებელ ყველა ჩვენი მოქალაქის ინტერესებია, რომ საქართველო იყოს დეცენტრალიზებული, ერთდროულად შეყრული, იმიტომ რომ ყველგან იყოს განვითარება, ყველგან იყოს პერსპექტივა, ყველგან იყოს იმედი, ყველგან იყოს შემოსავალი, ყველგან ჩვენ ოჯახებს გქონდეს